მოგესალმებით პატივცემულო ინტერნეტ Facebook მომხმარებლებო, დღეს ინტერვიუს მე წავიყვან და ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა იქნება ჩემი აზრით. დღეს ჩვენი სტუმარი არის მეუფე ნიკოლოზი. მოგესალმებით, დაგლოცეთ მეუფე. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ იმ მოვლენებზე, რომლებიც ფაქტიურად უკვე რამდენიმე დღე არის მთელი ინტერნეტ და მედია სივრცის აქტიური განხილვის საგანი გახდა. კერძოდ გარკვეული მედია საშუალებების ქცევაზე და ეკლესიის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენ რეაქციებზე. სხვადასხვა აზრი გამოითქვა ამაზე, რაღაც როგორც ყველაფერზე რაღაც ჯგუფებად იყოფა ხოლმე საზოგადოება და ჩვენ გვინდა რომ შინაარსიანად განვიხილოთ და გავიდეთ იმაზე, საერთოდ აი როგორი უნდა იყოს ურთიერთქმედება ერთი მხრივ მედია საშუალებებს, მეორე მხრივ სასულიერო ინსტიტუტებს და მესამე მხრივ სახელმწიფოს შორის, იმიტომ რომ თემა რომელზეც აქ პრეტენზიით იყვნენ ხალხი მოსული, მათ შორის მაგასაც ეხებოდა. პირველი თქვენი შეფასება, ანუ რამ გამოიწვია ეს კონფლიქტური სიტუაცია? ანუ რა არის ძირეული მიზეზი იმისა, რომ აი ვერ ხერხდება მშვიდობიანი ესეთი მუშაობა მედიისა და სასულიერო პირების ეკლესიის შიგნით? ეხლა ძნელია, იცით ესე პირდაპირ ზუსტი დეფინიციის გაკეთება, მაგრამ სავარაუდოდ ეს არის ინტერესების სხვადასხვაობა. ანუ აი სასურველი შედეგი, სასურველი რეზულტატი რა უნდა იყოს? ესე იგი, რა უნდა პროდუქტი რა უნდა გამოვიდეს? აი ხა მე და თქვენ საუბრობთ. და თქვენ ესე იგი აი რაღაცა პროდუქტს ახლა ვქმნით ჩვენ საუბარს, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებელს, ესე რომ ვთქვათ, მაყურებელს, სვენელს, ხო? ხო და აი თუ თქვენ სხვა რამე გინდათ და მე სხვა რამე, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ შორის ვერ გამოვა თანამშრომლობა ზუსტი. და ესე იგი მე ვფიქრობ, რომ ჩემ შემთხვევაშიც ბევრჯერ მოხდა ესე რომ ესე იგი ისეთნაირად ხდება დამონტაჟება, მე მაგათაც მინდა რომ გავაგებინო ადამიანს სიმართლე, აუხსნა მშვიდად, აი რას ვფიქრობ ამა თუ იმ საკითხზე, ხო? და თუ მაგალითად რომელიღაც ჟურნალისტი თუ რომელიღაც კონცეპტუალურად რომელიღაც სატელევიზიო არხს უნდა რომ რაღაცა დაძაბულობა შექმნას. მე ერთი ესეთი შემთხვევა მქონდა, იცით ახლა მე კონკრეტულად მაინც არ მინდა რომ ზუსტი მისამართები თქვა, იდეებზე მინდა რომ ვილაპარაკო. მაგალითად ერთ-ერთ არხზე ვიყავი მისული და რაღაც შეკითხვა დამისვეს. ესეთი ძალიან ესე რომ ვთქვათ, ესეთი დამაინტრიგებელი და ძალიან კონფლიქტური და რაღაცა და მე ვთხარი, გინდათ მეთქი პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ, სანამ დაიწყებოდა ეთერი და გინდათ მეთქი პირდაპირ ეთერში ვილაპარაკოთ მეთქი და არა ვიცით მომიყევით თქვენი აზრი. მე მოვუყევი რაღაც სიტუაცია ვთხარი და მე ვთქვი, არა ეთერში ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ამაში ინტრიგა არ არის. ანუ ესვით აი ესე იგი მე მესმის სხვათა შორის მე იცით კი არ ვფიქრობ იმას რომ ჩვენ ამ ვინმეს რაღაცა თავის ამოცანები უნდა შეუცვალოთ. ეს ესეთი ტელევიზია, ის ესეთი იმას ესეთი ASA აქვს, გესმით? თუ გინდა რომ შენი აზრი მშვიდად გადმოცე, ალბათ საკუთარ ტელევიზია უნდა გქონდეს ადამიანს, საკუთარი არხი უნდა გქონდეს, ხო? და ესაუბრო რამდენი ხანიც გინდა და ეს რაღაცა ამ სწრაფი საუბრის რეჟიმში, როდესაც გესაუბრებიან და არ გაცლიან ლაპარაკს, ესეც ამასაც რაღაც თავისი სახელი ქვია, ხო? და ესეც რაღაცა მიზანს ემსახურება. ანუ ეს ჩვენ უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ინტერესებს შორის არის სხვაობა. და იცით რა ვფიქრობ მე, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც თანდათანობით ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, კარგი აზრით დემოკრატიულს, სადაც ჩვენ განსხვავებული აზრის ადამიანები უნდა მშვიდობიანი თანაცხოვრების რაღაცა ალგორითმი მოვნახოთ რა. მესმის მეუფე, მაგრამ მან არის ესეთი კითხვა. როცა თქვენ მიბრძანდებით დაუშვათ მედია საშუალებაში, იქ ალბათ მედია საშუალების დირექტორია იმის გამგე, ვინ სად უნდა დაჯდეს, განათება როგორ ჩაერთოს და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც თქვენ წირვას ატარებთ ეკლესიაში, იგულისხმება, რომ თქვენ ახართ იქ, ასე ვთქვათ, ბანალურ დონეზე რომ ვთქვათ, ადმინისტრატორი. მაგრამ როდესაც მედია საშუალებების ქცევას უყურებთ, ისინი ამას არ ითვალისწინებენ.
ანუ ეკლესიაშიც ისევე იქცევიან როგორც სტუდიაში. ანუ ითვლება რომ მედია საშუალებას ქცევის პრიორიტეტი აქვს ყველგან და ყველაფერზე. რანაირად უნდა მოხდეს მაგის გადალახვა, იმიტომ რომ იქი ეხა მე როცა ამ ჩანაწერს უყურებდი, ვიღაცები ამბობენ მოვკიდოთ საერთოდ ხელი გავიყვანოთ, ხო? მაგრამ ამაზე ატეხავდნენ ერთ ვაიუშველებელს, რომ მედიაზე ძალადობა მოხდა. ატეხავდნენ, უბრალოდ სწორად უნდა ვიმოქმედოთ. იქ მთავარი პრობლემა იქ რა იყო? იცით, სიუჟეტს გულისხმობ, ხო? იქ პირველზე რო შემოიჭრა და მე უწია პირადად ამის დარეგულირება. იქ ისე იგი აქ კიდევ რაღაც დამატებითი ფაქტორი იყო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ესე იგი აქ ლაპარაკია იმაზე რომ ესე იგი ეს არც ერთი ტელევიზია, არც ერთი ჟურნალისტი მე არ გამიგია რომ ასეთი მსგავსი რამე გააკეთებინოს ვინმეს. ესე იგი მიზან დასახულად შემოვიდნენ. როგორ იყო, იცით, აი თავარი ამბავია. ესე იგი აქ მე ვფიქრობ რომ უნდა დაიწეროს რაღაცა წესები ალბათ. და უნდა გარდა იმისა, რომ წესები უნდა არსებობდეს, რომელიც შეთანხმებული იქნება ყველას ერთმანეთთან, გარდა ამისა, ამ წესების სისრულეში მოყვანის რაღაც რეგულაციები უნდა არსებობდეს. აი თუ ესე არ მოიქცევა ადამიანი, მოკიდებოს და გაიყვან, თქვა. ეს წინასწარ იქნება ყველასთან შეთანხმებული, მაგრამ იცით როგორ უნდა გაკეთდეს, ჩემი აზრით. ესე იგი, აქ იყო, ესე იგი, უპრეცედენტო შემთხვევა იყო. მე ვფიქრობ, აქ თვითონ პირადად ჟურნალისტის, აი ამ პიროვნების თვითონ ვინც იყო, ესე იგი, აქ ლაპარაკია მისი ერუდიცია, მისი აღზრდა, თვითონ ერთი კონკრეტული პიროვნების პრობლემა იყო, მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ არც ერთი ჩვენ სამებაში მაგალითად წირვაზე ყველა არხი შემოდის, არ ქონია ესეთი შემთხვევა, დგანან და იღებენ ამ წირვას. და არავინ არ გამოთქვამს არც პროტესტს, არც არავის გაყვანა არ უცდია არასოდეს წირვიდან. გესმით, იმიტომ რომ არავის არ უშლიან და ამათმა რაღაც სპეციალურად გააკეთეს ესე. მაგალითად, აი ესეთი ადგილია, ვთქვათ, მაგალითად. ეს არის ჯვარი, სადაც დგას იქ ტაძარში, პატარა ტაძარში უფრო გზნობიარია. დიახ. ახლა საბერძნო ტაძარი დიდია მაგალითად და ამ რეგულაციას ვერ დაიცავ, მაგრამ იქაც ამბიონსა და აი ამ ცენტრალურ ხატს შორის, აი ამ მათ შორის გადასვლა არ შეიძლება საერთოდ. არავისი, არც მედია საშუალება, არც მორწმუნის, არავინ არ დადგეს იქ. იმ ხაზის გადაკვეთა არ შეიძლება. ესენი მოვიდნენ და პირდაპირ დადგნენ, სპეციალურად ჯერ იდგენ ჩვეულებრივად. და მე აი რომ არავინ არაფერი არ უთხრა. ესენი მოვიდნენ და მაინდამაინც ისეთ ადგილზე დადგნენ, სადაც იძულებული გახდა, ვთქვათ, ეს ნათე იყო თუსტი ქაროსანი რომ გაეწია, უთხრა აქ არ შეიძლება დგომა გაიწიეთ. და აქედან დაიწყო ეს კონფლიქტი. ჟურნალისტს თავისი ლოგიკა აქვს, იმას არ აინტერესებს რა ხდება იქ, ანუ ღვთელმოქმედება ხდება, წირვა ხდება, მთავარია კადრია იყოს კარგი, ხო? ეგ ლოგიკა აქვს იმას. არა, იმას კი აქვს ლოგიკა, მაგრამ კანონი ხო მოქმედებს ამ სახელმწიფოში და კანონი ადამიანის უფლებებს იცავს, მათ შორის რელიგიური თავისუფლების და შესაბამისად ველმოქმედების აღსრულების უფლებას. იმიტომ რომ მე როდესაც საკურთხეველში აღვასრულებ წირვას და როდესაც ესე იგი მე ესეთი წესი მაქვს მაგალითად მართლმადიდებლურ ეკლესიაში რომ ტრაპეზზე შეხება არ შეიძლება. დიახ. ეს ახლა ერის ადამიანისთვის გაუგებარია სრულებით რაღაცა მაგიდა რომელზეც რაღაც მოქმედება სრულდება და იქ მარტო მდელს შეუძლია რომ იმას შეეხოს იმ მაგიდას. გესმით ახლა ეს ოპერატორი რომ შემოდის და კამერა დამიდოს იქა მაგალითად არავითარი საერო წესები ამას არ გრძალავს, იმიტომ რომ საჯარო სივრცეა და რაღაცა მაგიდაა და რაღაცა ნივთის იმას გამოიყენებს, მაგრამ ეს არის კრეხელობა ჩვენთვის. აი ეს რომ რელიგიური გზნობები არ უნდა შეურაცხო ადამიანს. ესმით არაფრის გულისთვისთან, ხო? ესე იგი ესეც კანონი უნდა იცავდეს ამაში ეს საქმე. მოდი მაშინ ესე დავსვავ კითხვას. რა თქმა უნდა ეს ასე არის. და ეს ხალხი სინამდვილეში ვიღაცების მიმართ მაგ წესებს მართლა იცავს. მე ვერ წარმომიდგენია რომ იგივე ხალხი ან სინაგოგაში ან მეჩეთში შევიდეს და ეგრე მოიქცეს. ანუ ეგეთი არც ფაქტი არ ქონია და ეს წარმომიდგენია და რატო იქცევიან ესე ქრისტიანების მიმართ? არა, იცით, სასამართლო პროცესს ვერ შევლენ მაგალითად, ასევე საჯარო სივრცეა და იქ ესე ვერ მოიქცევიან. ხო და ეხლა რა შეეცით საქმე? მე არ ვიცი რატო იქცევიან ესე. ოღონდ მე არ მინდა განვაზოგადოს, გესმით? მე არ მინდა, მე ეს ერთი კონკრეტული პიროვნება, მე მას სახელი და გვარი ვკითხე სპეციალურად და მან თავის სახელი და გვარი არ უნდოდა, მაგრამ დაასახელა.
მეორე ჟურნალისტი არაფერთ არ მეუნებოდა სახელს და გვარს, შეეშინდა მართლა ოღონდ და მეუთხარი რა დავაშავეო და არაფერი არ დააშავე თუ დააშავე, ეს სხვა საკითხია მეუთხარი და სახელი და გვარი მითხარი, შენი სახელი და გვარი და არ უნდა თქმა. ანუ აქ რაზე ეცით ლაპარაკი? აქ ერთი კონკრეტული პიროვნების ასეთი საქციელია და ეს იგივეა ხა რომ სადღაც შეიძლება მღვდელი არ მოიქცეს კარგად და მე თქოს რომ აი ყველა მღვდელი ესეთია. ჯარისკაცი ფორმაცია იმას, ხო? ჯარისკაცმა რაღაცა რომ დააშავოს ან ოფიცერმა, აი ოფიცერი ხარ, შენ თრალი დადიხარ და რაღაც ისე ისევე ჟურნალისტი, აი ჟურნალისტის ეთიკას რომ ერთი ჟურნალისტი დაარღვევს, მე ყველა ჟურნალისტი გაეხვევა ამ მოეცხება ეს ჯერკი. ანუ მე არ მინდა ხა ამ შემთხვევის განზოგადება, მაინც მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან კონკრეტული შემთხვევა ხო კონკრეტული ჟურნალისტის და ამ ტელევიზიის თვითონ ვისი წარმომადგენელი. მეუფე ნიკოლოზ, თქვენ კარგად აღწერეთ, რომ თუ ერთი ესე იქცევა, მაშინ ვიტყვით, რომ ნუ ერთმა დაარღვია არ განვაზოგადოთ. თუ რაღაცა ტენდენციაში გადადის, მაშინ ხო შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა სისტემური მიდგომა არის. ძალიან ბევრს მათ შორის მეც მიჩნდება ეგეთი განცდა დიდი ხანია უკვე, რომ გარკვეული მედია საშუალებები მიზან მიმართულ საინფორმაციო ომს აწარმოებენ მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ. ანუ ის თუ როგორ კეთდება სიუჟეტები, ის თუ როგორ მონტაჟდება სიუჟეტები, ის თუ რა ისტორიები შეირჩევა, როგორ შუქდება, სუფთა მედია ანალიზის კუთხით იძლევა ამის თქმის საშუალებას და თქვენი პოზიცია როგორ არის? გვაქვს თუ არა საერთოდ ესეთი ინფორმაციული შეტევა და თუ გვაქვს ვინ არიან ამ შეტევის განმახორციელებლები და რა ამოცანები აქვთ მათ? თუ არის რა თქმა უნდა ასეთი. ეცით ესე იგი ერთი მხრივ მე თქვენ გეთანხმებით ამაში, მაგრამ მეორე მხრივ მე ესე მიმაჩნია პირადად. რომ ეს არის დღევანდელი გამოწვევა ამ შემთხვევაში სასულიერო პირების ეკლესიის მიმართ. ესე იგი აი რაღაცა ესე იგი მე მინდა პირადად რომ ჩვენ ცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ჩვენ ძალიან შორს ავართ დღეს ამისაგან. ესე იგი ყველა ცალკეული ესე იგი ამის რგოლი სამართლებრივი სახელმწიფოს ძალიან სერიოზულად არის დასახელწი რა. კანონი კანონობს. მაგალითად აი მე გავერკვიე ცოტათი ამ საკითხებში, მაინტერესებდა, იმიტომ რომ პრობლემები იქნა ძალიან სერიოზული და მაგალითად აი სულ უბრალო რაღაცა რო ვთქვა, აი პორნოგრაფია მაგალითად, ხო? პორნოგრაფია იგრძალება კანონით. მაგრამ არავითარი რეგულაცია არ არის ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში რა ტიპის რეაგირება უნდა მოხდეს. ანალოგიურად შემიძლია მოვიყვანო, რომ ეხა ბავშვთა უფლებათა კოდექსი რომ მიიღეს, აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამა, მაგრამ შედიხარ საიტებზე, სადაც ფილმებია, მულტფილმებია და ჩვეულებრივად დევს, ანუ არ ექვემდებარება რეალურად დე ფაქტო რეგულაციას. ანუ კანონი მიიღეს, რაში ჭირდებათ იყენებენ. აი ეს ამის რეგულაცია არის. ანუ კანონმდებლობა დასახვეწია, მე ამის სისრულეში მოყვანა. ანუ რისი თქმა მინდა, იცით, რომ ჩვენ დღეს იმისათვის რომ ჩვენ ეს ახლა რაც თქვენ ბრძანეთ რომ ამას ეს სახელი დავარქვათ რომ ეს არის ტენდენცია ჩვენ თვითონ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი თავდაცვის ესე რომ ვთქვათ სამართლებრივი პირობები. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ მაგალითად. ესე იგი მე ჩემ თავზე შემიძლია მხოლოდ გელაპარაკოთ ჩემს მიმართ ერთ-ერთმა არხმა, ნუ ეს არის ძირითადად მე ეს პრეტენზია მაქვს არხის მიმართ, რომელსაც ქვია მთავარი. მე პრინციპულად არ ვამბობ, რომ ეს არის მთავარი არხი. არ არის მთავარი არხი, ეს არის არხის სახელად მთავარი. ესე იგი ორი სიუჟეტი იყო ზუსტად ჩემზე გაკეთებული სხვადასხვა დროს, აი უახლეს წარსულში, როდესაც მე ინტერვიუში ვთქვი რაღაცა და ნახეთ რა მოხდა, ჟურნალისტი ამბობს, რომ მეუფე ნიკოლოზმა თქვა ესა და ეს, არ მithქვამს და შემდეგ ამის დასასაბუთებლად რაღაც სრულებით სხვა ფრაზა არის, ჩემ რომ არ ამტკიცებს ამას. ანუ გამოვიდა რომ მე სხვა რაღაცა ვთქვი და სხვა რაღაცა გააშუქეს. ეხლა მე მაინტერესებს როგორ უნდა დავიცვა ამისგან თავი. და ნახეთ მივმართეთ თვითონ ტელევიზიას. და ვეუბნები რომ აი თქვენ სიუჟეტში იყო ესე და ესე. და მე მაინტერესებს ეხლა ნუ კონკრეტულ შემთხვევას ვამბობ მე და მაინტერესებს აი ვის მივმართო მე რომ თქვენ მეტი ესეთი რამე აღარ გააკეთებთ. და იცით როგორ გითხრათ ამ სიტყვიერ ჩემს თხოვნას არ მოყვა არავითარი პრაქტიკულად რეაგირება. და არ მითხრეს მათ მე ესეთი რაღაცა, ნახეთ, რომელიც მე გავარკვიე დიდი ხნის წინ, რომ თურმე ყველა ტელევიზიას, მე არ ვიცი თქვენ რამდენად ეს გეხებათ, იმიტომ რომ ინტერნეტ ტელევიზია ხართ, ჩვეულებრივ ტელევიზიას ყველას აქვს თვითრეგულირების, თვითმარეგულირებელი ორგანო, ეგრეთ წოდებული. კი ბატონო. რომელიც მე არ ვიცოდი რომ ეს სანამ არ გადავინტერესდი, რომელსაც მე თუ მივწერ საჩივრის წერილს რიგითი მოქალაქე მაგალითად.
ანუ წერილობით თუ ეს შევა, მათ აუცილებლად კანონის მიხედვით უნდა მოახდინონ ამაზე რეაგირება და მომწერონ პასუხი. თუმე ეს პასუხი არ დამაკმაყოფილებს, მაშინ მე მარეგულირებელში შევიტან ამას. ეს არის, ესე იგი, ეს არის ეხლა ზუსტად შეიძლება კარგად ვერ თქვა, მაგრამ ეს არის რაღაცა ორგანო ქვეყანაში, რომელიც არავის არ ექვემდებარება, დამოუკიდებელი არის და მას აქვს უფლება რომ ყველაფერზე მოახდინოს რეაგირება. აი ესეთ ტიპის დარღვევებს. ესმით და მაშინ მე ტელევიზია შემიძლია უჩილო ამ მარეგულირებელში. ხო და ეს არის სამართლებრივი მიდგომა. ოღონდ აი კი ბატონო, უბრალოდ მაგაზე მინდოდა ესეთი კომენტარი გამეკეთებინა, რომ კი ბატონო, სამართლებრივად ასეა, მაგრამ როდესაც მე ვხედავ, რომ ეგ ტელევიზიები არათუ მარეგულირებელს ემორჩილებიან, გადასახადებს არ იხდიან და მე პრეტენზიას უცხადებენ სახელმწიფოს, რომ მე რაც გადასახადი მეკუთვნის, მაგაზე ყადაღა არ დამადო და მაპატიე, ანუ აი მე მაგალითად თუ, რავი, რაღაც საცხობი მაქვს, ან მანქანებს ვარ ემოტებ, მე მაყადაღებენ, მაგათ არ აყადაღებენ. ანუ ესენი ისეთ უფლებრივ მდგომარეობაში არიან, რომ არ ვრცელდება მაგაზე კანონი, შესაბამისად სამართლებრივად მართალი ხართ, მაგრამ პრაქტიკაში მაგ ხერხით რანაირად უნდა მივიღოთ შედეგი, ცოტა ძნელად წარმოსადგენია სამწუხაროდ. რა საქმე, მე ვამბობ, მე ჩემი აზრია, რომ ეს სახელმწიფოს ყველა გოლს ეხება ეს და ყველგან დასახვეწია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს რთული პროცესია. ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითად, რომელიც დღეისათვის ალბათ ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა, რა ვიცი, საუკუნე დაჭირდა, ხო, საუკუნეზე მეტი დაჭირდა, რომ აი იქაც ამბობენ, რომ პრობლემებია მაინც იგივე თემაზე. პრობლემებია, მაგრამ აი დღევანდელ მდგომარეობამდე, აი ჩვენაც ავართ, აქედან იმამდე რაც ესენი არიან, 100 წელზე მეტი დაჭირდა იმათ, ხო? განვითარებული ქვეყანა, განათლებული ხალხი ცხოვრობს. ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გზა ეს არის. ანუ მე ვფიქრობ, რომ ამ სახელების დარქმევა მაგალითად ვიში. იცით, მე საერთოდ თქვენც მინდა გითხრათ ესა და ყველას, რომ მე თავაზობ საზოგადოებას, რომ ჩვენ პირველი რაც გავაკეთოთ, რომ მტრის სახე მოხსნათ ზოგადად. აი, ეს ტელევიზია ჩემი მტერია. მე ამ ტელევიზიის მე მართლმადებელი ქრისტიანი ვარ, სასულიერო პირი და ამიტომ ამის გამო, მარტო ამის გამო დიდი რაოდენობის რაღაც ადამიანების, ვინც არიან ამ ტელევიზიების მაგალითად მაყურებლები, იმათი მტერი ვარ. უპირობოდ რაც არ უნდა თქვა, როგორც არ უნდა მიმოქმედო, მაინც მანძღავ. აი, კითხვა, მაგაზე ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით და აი ესეთი კითხვა მიჩნდება. ჩვენ ხშირად მართლმადიდებლები ეკლესიისგან ველოდებით არა იმდენად სამართლებრივ შეფასებას, რაც უფრო საერო მხარის კომპეტენცია ხოლმე ძირითადად. არამედ მორალურს, ანუ ეკლესია ჩვენთვის არის მორალური კომპასი, მორალური ორიენტირი. და თან გადავდივარ იმ თემაზე, რა პრეტენზიითაც ეს ხალხი თქვენთან მოვიდა, რომ რატო დგანან ვიღაც სასულიერო პირები გარკვეულ პოლიტიკოსებთან, რატო იღებენ სურათებს, რატო დაესწრო ვიღაც სადღაც და ასე შემდეგ. და ჩემი კითხვა არის ესეთი. აი დაუშვათ ხელისუფლებაში მოდის ძალა, როგორიც, გვახსოვს ისტორიაში, მაგალითად, წითლები რომ მოვიდნენ, რომლებიც ანგრევდნენ ეკლესიებს, დევნიდნენ ქრისტიანებს. ეხლაც ხო შეიძლება მოვიდეს და ჩემი აზრით არის კიდევაც ეგეთი ძალები პოლიტიკაში, რომელიც მაგალითად ღიად აცხადებს, რომ ჩემი ამოცანა დავაკანონო სოდომია, ჩემი ამოცანა რაღაცა ისეთი რაღაცების ნორმად ქცევა, რაც ქრისტიანისთვის არის უკიდურესად ამორალური. ეკლესიას რამდენად აქვს ვალდებულება საკუთარი მრევლის მიმართ, რომ ამაზე უთხრას, რომ მე ეხლა პარტიებს კი არ გირჩევთ, მაგრამ ეს ხალხი, რასაც გეუბნებათ, ეს არის ანტიქრისტიანული. ანუ მორალური შეფასების გაკეთება თავისი მრევლისთვის, ამათ მიმართ არა აქვს ვალდებულება ეკლესიას. იცით რა, ესე იგი, ესეც აი ძალიან უფრო მე მინდა რომ მაინც უფრო ზუსტი და კონკრეტული იყოს ეს საუბარი, რომელსაც ახლა ჩვენ ვაწარმოებთ, რომ ეკლესია პრინციპის დონეზე მაინტერესებს. აი პრინციპის დონეზე ეკლესიის ვალდებულება არის ღვთისმეტყველო შეფასებების კეთება და მორალურისაც კი არა. ესმით, მორალური შეფასებების კეთება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ღვთისმეტყველო შეფასებებზე დაყრდნობით. ანუ როცა ჩვენ ლაპარაკობთ ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული შეფასებები, კი ბატონო. აუდა, ჩვენ ესე იგი, როდესაც ლაპარაკობთ მორალზე, ზუსტად უნდა გვესმოდეს რა არის ეს, რა პრინციპებზეა ლაპარაკი. და ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ, ესე იგი, ერთადერთი კრიტერიუმი, ჩვენ რაც გაგვაჩნია ნებისმიერ შეფასებას, ეს არის 10 მცნება. და ეს 10 მცნება
შედგება 4 მცნებისგან და 6 მცნებისგან. როდესაც მოსემ ეს ორი დაფაზე ეწერა, ეს რომ ჩამოიტანა ეს ორი დაფა სინას თიდან. ერთ დაფაზე ეწერა პირველი 4 მცნება და მეორე დაფაზე ეწერა მეორე 6. იმიტომ რომ ეს 10 მცნება იყოფა ორ ნაწილად. პირველი 4 ეს არის ადამიანის ურთიერთობები ღმერთთან და მეორე არის ადამიანის ურთიერთობები ადამიანთან. აი ამას უწოდებთ ჩვენ მორალს. და მე მინდა გითხრათ რომ მარტო მორალური შეფასებების გაკეთება საღვთისმეტყველო შეფასებების გაკეთების გარეშე. დიახ. აბსოლუტურად არ არის, ესე იგი, გამართლებულიც კი არ არის და ეფექტურიც არ არის. შვენიერი მაგალითია, კითხვა ასეთი, თუ რომელიმე ძალა პირდაპირ აცხადებს, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირებაა ერთ-ერთი 10 მცნებიდან დარღვევა, მაგალითად მრუშობის დაკანონება. რა უნდა ქნას ეკლესიამ? ვიცით რა, ეკლესიამ როგორ გითხრათ, ესე იგი ეს ცხადია, ეს კითხვაც არ არის თქვენ რასაც ახლა მე ვიშავთ. ეს არ არის შეკითხვა, ეს არის რიტორიკული კითხვა, ეგრეთ წოდებული. რიტორიკული კითხვა ეს არის ფორმა, ანუ თქვენ კითხვის ფორმით გამოთქვამთ აზრს, რომ რა თქმა უნდა ეკლესიამ უნდა ესე იგი ამის წინააღმდეგ ხმა აიმა. არა, მე მომისმენია ბევრი შეფასება სხვადასხვა პირების, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც ამბობენ, რომ არა, მაინც არ ვერევით, იმიტომ რომ ეს პოლიტიკაში ჩარევა გამოვა. ანუ მე მინდა ვიპოვო ზღვარი, სადაც პოლიტიკური პროცესი ეს ხო არ არის რაღაცა ზუსტად შემოფარგლული, ის აისახება ჩვენზე, ჩემ ოჯახზე, ჩემ ბავშვზე, რომელიც სკოლაში წავა, ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთში გადადის და მე მინდა ვიპოვო ზღვარი, სადაც ეს უკვე პოლიტიკა და არ ვეხებით თავდება და იწყება უკვე სხვა თემა. როცა აუცილებლობა, როცა ამას მოიტანს, ესე იგი ეს როდესაც ამას რეალობა მოიტანს, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ზოგადად არავითარი ასეთი აკრძალვა, რომ პოლიტიკას არ მშევეხო და არ ჩავერევით აუცილებლად, როდესაც ამისი мотиваცია გაჩნდება. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი, სად არის, იცით, აი პრობლემა კი არა. აი არასდროს მე ესე არ ვაყენებ, რომ აი რომელიმე პარტიას ხარი დაუჭირეთ. ღმერთმა დაიმფაროს ეგეთი მოწოდებებისგან, არც არის ჩემი კომპეტენცია. მე უბრალოდ ზღვარის პოვნა მინდა, სად გადის, მაგიტომ კითხეთ ასე. იცით რა, მე აი დაახლოებით გეტყვით როგორი უნდა იყოს ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, მე ხა ჩემი პროგრამა გახსოვთ, ხო? ესე იგი, აქ არის საფრთხილო, იცით რა, რაღაცა ნებისმიერი განცხადებისას, ნებისმიერი მოქმედებისას ზუსტად უნდა გაითვალისწინოთ განსაკუთრებით სასულიერო პირმა და განსაკუთრებით მაღალი იერარქიის და განსაკუთრებით კიდევ სინოდმა, ხო? ესე იგი, როდესაც რაიმე განცხადებას ჩვენ ვაკეთებთ, ნუ 1000-ჯერ უნდა ავწონოთ რა თავარი. რაღაცა ჩვენ თვითონ არ დავუშვათ შეცდომა და შეცდომა სად შეიძლება იცით ამ შემთხვევაში რომ იყოს რასაც თქვენ წართ. ესე იგი სახარებაში ესეთი რამე წერია, აი როგორ გესმით მაგალითად, ხო? არა წინააღმდგომად ბოროტისა. აი ეს წერია პირდაპირ, რომ ბოროტს წინ არ უნდა აღუდგე. რატო იცით? იმიტომ კი არა რომ ბოროტებას არ შევებდო. ნუ ყველაფერს შევებდოლებით კიდევაც და სასულიერო პირები ამისი მაგალითიც არის, როდესაც სამხედრო რიგებში იდგენ, ხო? აი მარადის ბრძოლა რო ავიღოთ, ეპისკოპოსები დაიხოცეთ, ხო? პოლიტიკა, მეტი რაღა პოლიტიკა გინდა, ხო? იცავდნენ ქვეყანას. არა, აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეკლესიამ თავისი აზრი, მე ესე ვფიქრობ, უნდა გამოთქვას პოზიტიური ნიშნით, დამკვიდრების ნიშნით. აი მაგალითად, ის რომ მრუშობა ცოდვაა, ეს მე თქვენ გეტყვით როგორც მრევლს, მე ვეტყვით ჩემს იმას და ის რომ ვიღაცა ამბობს რომ ესე არ არის და მე იმის წინააღმდეგი ვარ, ეს უკვე არასწორი კონსტრუქციაა. ესმით ამის თქმა მინდა. ჩვენ შეგვიძლია ვიქადაგოთ ის რაც არის ნამდვილი უტყუარი ჭეშმარიტება. და როდესაც თქვენ მართლმადიდებელი ქრისტიანი მოხვალთ ჩემთან ტაძარში და მოისმენთ ამ ხადაგებას, როდესაც მე 10 მცნების შესახებ ვიკადაგებ, არავითარ შემთხვევაში არანაირ კომპრომისს არ გავაკეთებ და არ გეტყვით რომ იქნებ შეიძლება რაღაც შემთხვევა არის რომ მრუშობა ცოდვა არ იყოს. არა. ძალსახად ყოველთვის. და აღარ ლაპარაკობ კიდევ ესე იგი ამ ცოდვის გართულებაზე კიდე და რაღაცა პათოლოგიურ შემთხვევებში, ისმით? რაღაცა უფრო დამამძიმებელ გარემოებებზე, მოკლედ ესე რომ ვთქვა, რაც არსებობს. თავისთავად მრუშობა უკვე ცოდვაა და ამას აღარავით არის აჭირდება, ამას არავით არის გადამოწმება, გესმით? ამიტომ მე, როდესაც პარტია ხადაგებს, მე ვერ გავაკეთებ პარტიის ხადაგებაზე კომენტარებს, მე გავაკეთებ კომენტარებს საღვთო წერილზე და საღვთისმეტყველო შეფასებებს. გავაკეთებ თუნდაც მორალურ კანონზე, ანუ იმ 10 მცნების მეორე 6 ესე იგი მცნებაზე, ანუ მეორე ნაწილზე. მეუფე ნიკოლოზ,
ასეთი კითხვა. თქვენ რაც აღწერეთ, ეს არის ეკლესიის თვით რეგულირება. ანუ ეს არის როგორ არეგულირებთ თქვენ თავს, მაგრამ მე ყოველთვის მაინტერესებდა რატომ აყენებს მხარე, რომელიც არ არის თვითონ ეკლესია და ამ თვით რეგულირების ნაწილი არ არის, არამედ არის საერო ლიბერალური პოზიციის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ რაც კანონით აკრძალული არ არის, ყველაფერი დაშვებულია, რატომ ესაუბრება ესეთი მოთხოვნის ტონით, თუნდაც ეგ ჟურნალისტი ეკლესიას, იმიტომ რომ სუფთა კანონმდებლობით თქვენ მართლა ხა ხვალე რომ გამოხვიდეთ და თქვათ რომ აი ხმამიეცით ამ პარტიას საეკლესიო თვითრეგულირებით ეგ არასწორი იქნება, მაგრამ ვერანაირ კანონს ვერავინ ვერ იტყვის, რატო არ გაქვთ თქვენ მაგისი უფლება და აი ეგ არის ჩემთვის მთავარი საინტერესო კიდე მაგ თემაში. მე ხა ცოტა თუგნებოთ იუმორი გავურიოთ, ესე იგი ჩვენ საუბარში და მე ახალქალაქში ვცხოვრობ, ჯავახეთში. ხო და ახალქალაქში ყველაფერთან ერთად კიდე სხვა პრობლემები გვაქვს. დღეს მადლობა ღმერთს უკეთეს ვითარება, მაგრამ როდესაც მე დავიწყე ცხოვრება, ესე იგი, როგორც თეთრი ყვავი ისე ვიყავ, ესე იგი, ფერის გამო კი არა. ესე იგი, 11000 მოსახლეობაა წარმოიდგინეთ ქალაქში და აქედან მართლმადებელი, ქალაქში მართლმადებელი მოსახლეობა ალბათ არის 30-40 ოჯახი დაახლოებით. ანუ აბსოლუტური უმრავლესობა, გესმით? და როდესაც ჩავედი, როდესაც დავდიოდი შემოსილი, როგორც ჩანს შიშს ვიწევდი ადამიანებში, შიშს უბრალოდ, რომ რაღაცა მე რადგან არ მისვენი, ესე იგი ხოხეული არის, რაღაცა ვერ ჯდება იქაურ გარემოში. ერთი კაცი შევკა ფიჭეში და მეუბნება, რომ შენო იარაღი გაქვს. ესე მეუბნება პირდაპირ, შენო იარაღს მალაო. ხო და ესეთ მე მომბეზრდა, ესე იგი ამის მტკიცება რომ მე იარაღი არ აქვს. იქ თავარი პრობლემა არის იარაღი. ესეთ რა უთხარი, რომ მე უთხარი, შენ გაქვეთ კი იარაღი სახში? კიო. ხო და აბა მე რატო არ შეიძლება იარაღი მქონდეს სახში? ეს ამიხსენე მეთქი და მე რა ვიგვაფარგო. ხო და ესეთ როგორ დაწყდა და ეს ადამიანი დამშვიდდა. ხო და ვერაფერი ვეღარ მითხრა. აი ზუსტად ეს არის პასუხი თქვენ შეკითხვაზე. რატო ვისი რა საქმეა ახლა მე ჩემი თვითრეგულაცია როგორი მაქვს? ვისაც მინდა იმას დაუჭერ მხარს, ხო? თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხო და აი ამაშია სწორედ საქმე, რომ აი ეს უნდა განიმართოს კარგად, რომ მე თუ ამბობ იმას, რომ მე არ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, მე ზუსტად მინდა ჩამოგიყალიბოთ ეს კითხვა, რამდენჯერმე დამისვეს, თქვენც გააჟღერეთ ფაქტიურად. მიუხედავად იმისა, რომ აი ყველა ასე არ იქცევა, ანუ ესე რომ ვთქვათ რა, არის სხვა მაგალითებიც გვაქვს, როგორც ჩანს დღევანდელ რეალურ ცხოვრებაში, ხო, ესეთი პოლიტიკური მხარდაჭერის. მე პირადად ასე მიმაჩნია. და მე მინდა გითხრათ, რომ მე არა ვარ მარტო, მინდა სინოდის წევრებს შორის, ვინც ასე ფიქრობს, ჩვენ ამაზე გვისაუბრია სერიოზულად, რომ ეს უნდა რაღაცნაირად წესად ვაქციოთ, რომ მე ვფიქრობ, რომ სინოდის წევრს და ეკლესიას საერთოდ არ აქვს არ არის სწორი, რომ მან პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუხატოს ვიღაცას, რომელიმე პარტიას. იცით რატო? იმიტომ რომ პარტია სიტყვა, ესე იგი ფრანგული სიტყვიდან მოდის, უფრო სწორად ლათინურიდან pair ეს ნიშნავს, ესე იგი ნაწილს, ანუ part, ხო? ესე იგი ეს ნიშნავს ნაწილს და თუ მე ნაუჭერ ნაწილს ხარს, მეორე ნაწილი დამრჩება გარეთ, ესე რომ ვთქვათ, ეკლესიის გარეთ, ეკლესია კი ყველასთვის არის. ამიტომ ჩვენ პარტიას ხარს, პარტიული ნიშნით ეკლესია არ უნდა იყოს. პარტიული მხარდაჭერა, ანუ ესე იგი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენ არ უნდა გამოვხატოთ არავის მიმართ, მათ შორის რა თქმა უნდა არც მართველი პარტიის მიმართ. მაგრამ ნახეთ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, მართველი პარტია ერთი განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენი პარტიისაგან, ანუ ვინც უმრავლესობით არის, ხო, მართლ პარტიას აქვს რესურსი, თუნდაც სხვა პარტიებსაც აქვს ეს რესურსი ნაკლები, რომ რაღაცა სახელმწიფოებრივი ღონისძიებები ჩაატარო. გესმით? და აი ამ შემთხვევაში მე სახელმწიფოებრივ ღონისძიებაზე აუცილებლად დავესწრები, აუცილებლად დავუჭერ მხარს, მაგალითად. რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში, ისევ ახალქალაქი რო ავიღოთ, გაიხსნა ქართული სამხედრო ბაზა, დაახლოებით 2000 მოსამსახურეზე. ესე იგი 400 წელია ქართულ სახელმწიფოს ამ მიწაზე თავისი სამხედრო ბაზა არ ქონდა. 400 წელიწადია ეს რაც ვიცით. და დღეს, აი რაც გინდა თქვით, დღეს მოხდა, ბევრი ადამიანი შრომობდა, ესე იგი აი ბოლო ათწლეულებში ინტენსიური შრომა მიმდინარეობდა, მაინდა-მაინც დღეს მოხდა ამისი, ესე იგი პრეცედენტი, აი ეს რო გაიხსნა და მე რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც სახელმწიფოს მოქალაქე, რომ ჩემო სახელმწიფომ ეს განახორციელა.
და იცით არავით არ არის ჩემთვის თავარი ის არ არის რომელმა პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა თავარი რო ეს მოხდა ამიტომ მე მივედი თავის არის სიტყვა წარმოვთქვი და ვიყავი ბედნიერი იმ დღეს ნამდვილად გესმით აი ეს არის ჩემი აზრით პოზიცია შეიძლება რა თქმა უნდა მართლმა პარტიამ ეს გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ესე რო ვთქვათ ქულებით დასაწერად მაგრამ ეს მისი რესურსია ეს მისი საქმე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აი ამას დაუჭერ ხარს და რაც შეეხება იმას რომ ხა მე რომელიღაც პარტიის კრება თუნდაც მართველი პარტია იქნება თუ რაღაცა ნუ ეს ჩემთან დაკავშირებით ყველა ვიცის რომ მე ამას არასოდეს არ ვაკეთებ მესმის თუ ამ ჩვენ გარკვეულ ასე ვთქვათ ბოლოში გავედით და თუ გნებავთ მიმართვა იმ ადამიანებთან ვინც ჩვენ ახლა გვიყურებს საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული ბევრიც მერე ნახავს შეგიძლიათ მიმართოთ თქვენ სულიერ შვილებს იმას ვისაც უბრალოდ აინტერესებთ გისმენთ ესე იგი მე ისე ცოტათი იუმორით მოგიყვებით ამბავე ეს იყო 1986 წელი როდესაც პირველი შემთხვევა იყო რომ ათონისტიდან ჩამოვიდა დელეგაცია საქართველოში ბერები ჩამოვიდა ათონელი ბერები და ნუ რა გითხრათ მე თვითონ ჯერ არ ვიყავი მაშინ ეკლესიის წევრი მაგრამ აი ცო ახალი ის იყო და მოკლედ აი ძალიან დანატრებული შეხვედრა იყო რა წარმოიდგინეთ ათონისტა ჩვენთვის რას ნიშნავს ივერონის მონასტრის ბერები ჩამოვიდნენ პირველი შემთხვევა იყო და ნუ ძალიან დიდი სიხარული იყო და ამ დელეგაციაში იყო ერთი ასაკოვანი ბერი რომელიც სულ ჩუმად იყო აი არ ლაპარაკობდა და ითქეს იმას რომ აი თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე აი ასეთი პრობლემები გვაქვს ეს მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ესეთი პასუხი გასცა მან და მე მინდა ეს ყველას გითხრათ თქვენს ჩემ თავსაც და ყველას ესეთი რაღაცა თქვა რომ იცით რა იყავით უფრო მეტად მართლმადიდებლებიო და ყველა პრობლემა თანდათანობით მოიხსნება ანუ მე ვფიქრობ იმას რომ აი ჩვენს მრევლს და აი თქვენს მაყურებელს ყველას მიმართავ მე იმას რომ ჩვენ თავთან ვიყოთ მართლები ჩვენ სიმდისთან ვიყოთ მართლები და სწორი მოქმედებები სწორი ნაბიჯები გადადგათ და კიდევ იცით როგორი აი ძალიან მნიშვნელოვანია განათლება საღვთისმეტყველო განათლება რაც ძალიან ნაკლია ჩვენ საზოგადოებას ჩვენი ბრალიც არის ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ამისათვის ასევე არა მარტო საეკლესიო არამედ მე გამოცვალს განათლებაში ვხედავ და უფრო მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და მე მგონია რომ უფრო სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ და უფრო მალე დაჩქარდება ის ჩემი საოცნებო ესე იგი სამართლებრივი სახელმწიფო რაშიც მე მინდოდა რომ მეცხოვრა დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა მართლაც და იმედია მომავალშიც არ გვეტყვით უარს მსგავს ჩართვაზე ვერა დაგლოცოთ დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ კარგად ბრძანდებოდეთ თქვენ კი პატივცემულო ინტერნეტ Facebook მომხმარებლებო თუ თქვენთვის საინტერესო იყო აღნიშნული პირდაპირ ეთერი გთხოვთ მოიწონოთ და აკომენტაროთ და გააზიაროთ რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს იგი კარგად ბრძანდებოდეთ